თქვენ საუბრობდით კაუზალიურ საკითხებზე. აღნიშნეთ, უпростоრად მოიყვანეთ მაგალითი ბავშვისა და ძაღლის აღზრდის შესახებ. თქვენი მაგალითთან ხომ არ გამომდინარეობს, რომ იგივე ათეისტი მშობლები არასრულფასოვან ბავშვს აღზრდიან, რომელიც აპრიორი დაკავებული იქნებიან მისი კვებით და ჯანმრთელობით. როცა საუბრობთ მიზეშედეგობრივ საკითხებზე, ჩანს, რომ მორალი თეიზმიდან, რწმენიდან მომდინარეობს და არა იგივე ადამიანის თავისუფლებისაგან. იყოს მორალური, უანგარო, ეთიკური და იქმნეს კეთილს არა ჯოჯოხეთისაგან თავდასაცავად, გასაქცევად, ამდუდად სამოთხისათვის. უბრალოდ ჩვენ ეს საინტერესო კითხვა იყო. უბრალოდ ჩვენ ეხლა ხო გესმით, რომ ძალიან ძნელია, რომ ყველა თემა მოვიცვა ქრისტიანობისა. მე ხმამაღლა ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანი ცდილობს იცხოვროს ზნეობრივად და სულიერად და გნებავთ ქრისტიანულად, ჯოჯოხეთის შიშით და მომავალი სამოთხის ბედნიერებით, ეს ადამიანი არის რა ანგარებით რელიგიურ და ზნეობრივ ცხოვრებაში, ცილდება იმ რელიგიურ და ზნეობრივ სიმაღლეს, რომლისათვისაც თითქოს და ის ცხოვრობს. ქრისტიანობისათვის უცხოა და ზნეობრივისათვისაც ესე უნდა იყოს, რომ მოვიქცეს სწორედ იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში არ დავისაჯო და იმიტომ, რომ სამოთხეში მოვხვდე. ეს არასწორი მიდგომა ანტიქრისტიანულია. გეთანხმებით, მაგრამ ქრისტიანობა ესე არ ასწავლის. ხოლო თუ ვინმე ესე ასწავლის, ის პრიმიტიულად მეტყველებს და ქრისტიანობიდან ან საზოგადოებაა ისეთი, სადაც ფიქრობს, რომ სხვანაირად ვერ გაიგებენ, ან თვითონ ესმის პრიმიტიულად და აქედან გამომდინარე არასწორად აწვლის ქრისტიანულ ცხოვრებას. გესმით? ანუ ეს არის მიდგომა სწორედ. არა ჯოჯოხეთისათვის, ჯოჯოხეთის შიშის გამო. არა სამოთხეში ბედნიერებისათვის, არამედ სხვა გაცილებით ღრმა მორალური ღირებულებების გამო ხდება ადამიანი რელიგიური და ზნეობრივ ცხოვრებას სხვა რამის გამო უნდა ეწეოდეს. ეს უბრალოდ კიდევ ერთი თემა, აქ იმდენი თემა წარმოიჭრება, რომ მაგრამ გეთანხმებით ესეა.